სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი, რომელიც ერთ წელზე მეტია ვასუაბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადის ცენტრში იყო გადმოკიდებული, ახლა თითქოს სამთავრობო რუსთავი ორის მუსიკალური პროექტის პრომოს გადაღების გამო ჩამოიღეს. ნამდვილი მოტივი კი ანდროს მეგობრებისთვის ცალსახაა თავისუფალის სიტყვის შიში. მსახიობის კოლეგებმა გუშინ თეატრის ფასადიდან ანდროს ბანერის ჩამოხსნა გააპროტესტეს და უკანვე დააბრუნეს. დღეს დილით კი როცა ადგილზე აღარავინ იყო, მსახიობის პოსტერი ფასადიდან ისევ გააქრეს და გადამალეს. ფაქტია, რომ რაღაც სიმბოლოებს ებრძოდა, მართლა სულ მახსენდება ვახტანგ გორგასალის ხელში დროშა როგორ ვერ აიტანეს, რუსთაველზე დგომაც ეს ხო სიმბოლურია და პროტესტის ნიშანი როგორ ვერ იტანენ რუსთაველზე დგომასაც და ანდროც ესეთი ბრძოლის სიმბოლო არის, იყო და იქნება და რა თქმა უნდა ძალიან შემაწუხებელია. თან როცა პროპაგანდისტული არხი შემოდის თეატრში, რომელიც უკვე ვიცით, რომ ამ თეატრის მსახიობი არის უდანაშაულოდ დაპატიმრებული და ტყვეობაში და მათ შოუზე ბილეთები გაიყიდება და როცა მომავალი მაყურებელი, რა თქმა უნდა არავის არ უნდა რომ გამოკრული იყოს უსამართლოდ დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი. ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებს და მეგობრებს ეჭვიარებარებათ, რომ ოცნების ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად დისკომფორტული იყო ანდროს ფოტო წარწერით თავისუფლება სისტემის პატიმრებს, რადგან ეს მათთვის ყოველდღიურად იმის შეხსენებაა, რომ ქვეყანას აზზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს. მათ შორის არიან მსახიობები, რომლებიც რეჟიმის სამიზნეები გახდნენ. მათივე შეფასებით რეჟიმისთვის უსიამოვნოა ისიც, რომ ამას ყოველდღიურად უყურებენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც უბრალოდ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ან შიგნით შედიან. ფაქტია, რომ აწუხებდათ ეს ბანერი, იმიტომ რომ ყველა გამოვლელი ადამიანისთვის იყო შეხსენება, რომ ქვეყანას ყავს მხოლოდ ანდრო კი არა, ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი სინდისის პატიმარი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ხედან ციხეში. ეს პროექტიც აწერია კიდეც ბანერს, არის კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ესეც რა თქმა უნდა გასაგებია. გაჩუმებული თეატრი ვითომ ამ მიზნით მოხსნეს დოით თანამდებობიდან რომ თეატრი გააჩერა, მაგრამ მას მერე უფრო მეტი დრო გავიდა და საერთოდ არაფერი არ ხდება. ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო გასულ წელს დააკავეს. მას შემდეგ მსახიობის მხარდასაჭერი და მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. ახალი თეატრის მსახიობის დაკავება ყურადღების მიღმა არ ჩვენ პარტნიორებს დარჩენიათ. გასულ წელს ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, მათ შორისაა ანდრო ჭიჭინაძეც. მაშინ აკადემიის თავმჯდომარემ ოფიციალურ მიმართვაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ანდროს სოლიდარობისკენ, ოცნების ხელისუფლებას კი მისი დროული გათავისუფლებისკენ მოუწოდა. Free Andro Ჭიჭინაძე. ანდრო ჭიჭინაძის ჯერ დაკავება, შემდეგ კი მისი ბანერის თეატრის ფასადიდან გაქრობა მსახიობებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ რეჟიმი შეშინებულია. მათთვის ივანიშვილის გუნდისთვის ბანერზე დატანილი სიმართლეც კი საფრთხეს წარმოადგენს. თანხმდებიან, რომ საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არის და შესაბამისად გამოსავლად უწყვეტი პროტესტი მიაჩნიათ. ბანერის ჩამოხსნით კარტელი გვეუბნება, რომ აქ სამართლებრივი სახელმწიფო აღარ იქნება. ბანერის დაბრუნებით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ან წინააღმდეგობაში მყოფი საზოგადოების გაძლიერებით და მოქმედებაში მოსვლით ჩვენ შევძლებთ და გვექნება შანსი, რომ აღვადგინოთ კონსტიტუციური წყობა საქართველოში. ხო, ჯერ ჩვენზეა, ჩვენ ან ეს იყო რაღაცა პრინციპის ამბავი, მათთვის მნიშვნელოვანი ესეთი პატარ-პატარა სიმბოლოები საერთოდ არ არსებობდეს საჯარო სივრცეებში და ეს გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად მყიფეა ეს მათი მოჩვენებითი სიძლიერე, რასაც სულ ცდილობენ რომ გვაჩვენონ, ხო? ანუ წესით თუ ისინი არიან ძალიან ძლიერები, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, გადმოკიდებული იქნება თუ არა ანდრო ჭიჭინაძის ბანერი აღმაშენებლის გამიზრდა, მაგრამ ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გაიფიცა. ამით მან სხვა მოქალაქეების მსგავსად ოცნების ხელისუფლების ნაბიჯები და პროევროპული კურსიდან გადახვევა გააპროტესტა. ვასუაბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები მაშინ კოლეგის დაკავებას ჯერ გაფიცვით, შემდეგ კი რეგიონებში საპროტესტო მანიფესტით შეხვდნენ. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსახიობები სინდისის პატიმრების მხარდასაჭერ წარმოდგენებს მართავდნენ. გასულ წელს უწყვეტი პროტესტის ფონზე ვასუაბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად სამინისტრომ მაშინ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. მსახიობებისთვის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის კი მიზეზი თავიდანვე ცალსახა იყო. თეატრის პროტესტი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს განსაკუთრებით აწუხებს.